აბა რა ქენ? ვუყურებდი მხოლოდ საზმაუს. ხო, მე ვიცი რაც გაკია კონტექსტი. ტელევიზიას და მედიას რო დაეყენებინა საკითხი კრიტიკულად, ეგეთი არ ყოფილა. გამოძიება დაიწყო პროკურატურამ მერე და საერთოდ არ გაუშუქებია ხო საზოგადოებრივ მაუწყებელს. ხო, მაგ მხრივ ვერ ვენდობ. საერთოდ არ მინდა იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც ეს დღე იქნება ჩემი ყოველი დღე, რომ მარტო საზოგადოებრივ მაუწყებლის ყურება, უფლება და შესაძლებლობა მქონდეს. წარმოიდგინეთ რეალობა, რომ ქვეყანაში აღარ გვაქვს არც ერთი დამოუკიდებელი კრიტიკული მედია. ისეთი ტემპით მიდის ქართული ოცნება, რომ ამ რეალობისგან შორს არ ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვცადოთ, რომ წარმოვიდგინოთ. და აი ამ რეალობაში შევხედოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ერთადერთ წყაროს, საიდანაც ვიღებთ ინფორმაციას ყოველდღიურად. მე ვარ მაგდა გუგულაშვილი, ჟურნალისტი. წლებია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას ვაკვირდები კრიტიკული თვალით, როგორც მედია მონიტორი და ბოლო 4 თვეა დაახლოებით, რაც ვცდილობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შევხედო როგორც რიგითმა მაყურებელმა. დეკემბერში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პლატფორმა მაყურებელი და ვცდილობთ, რომ საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ უფრო თვალსაჩინო ხელშესახები გახდეს მათთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და ვცდილობთ, რომ საზოგადოებაში გავზარდოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით ნაკის უპირველეს ვალდებულებას, საზოგადოების დროულ ინფორმირებას, გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი მე და ელენემ 64-ის ჟურნალისტმა. დღეს არის 3 აპრილი, 11 საათი და 30 წუთი და ვეცდებით აგიხსნათ, რაში მდგომარეობს ჩვენი ექსპერიმენტი. ელენეს ცოტა რთული დავალება აქვს, მოუწევს, რომ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიიღოს ინფორმაცია და არ გაეცნოს არც ერთ ალტერნატიულ წყაროს. ელენე, ეხლა არის 3 აპრილი, 11 საათი და 32 წუთი. რა ქენი დილიდან მე მინდა გითხრა, რომ არც ერთი სოციალური ქსელი არ ჩამომისკროლავს, არ მინახავს არც ერთი გადაცემა, დილის ნიუსები არ გავცნობი ვარ. სამსახურში რომ მოვედი, ჩავრთე საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 საათიანი მოამბე და ჯერ სადღაც 2 წუთზე ვარ მისული და გავაგზელებ აქედან რომ გავალთ და ვნახოთ რამდენად გამიჭირდება. პირველი ამის ყურება მხოლოდ და მეორე რამდენად მივიღებ ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში იქნება აქტიური. ხო, ჩემს ცოტა საინტერესოა, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს წლებია ვაკვირდები როგორც მონიტორი და მაინტერესებს, რიგითი მაყურებელი რა ინფორმაციას იღებს ერთი დღის განმავლობაში. მე არ ვარ საზოგადოებრივ მაუწყებლის მაყურებელი, თითქმის არასოდეს არ ვთავ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გავიგო მისგან ინფორმაცია, ან რაღაც კონკრეტული გადაცემა თუ არა, რომელიც შეიძლება სოციალური ქსელიდან გავიგერო, ესეთი რაღაც იყო და მე ჩავრთე, იმიტომ რომ მაინტერესებდა. სხვა შემთხვევაში ძირითადად არ ვუყურებ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ამ თვალითაც ალბათ საინტერესო იქნება. ვუყურებ ერთის მხრივ სამთავრობო ტელევიზიებს, რომლებიც არის და ასე ვთქვათ, ოპოზიციურ არხებსაც და ეს არის რადიკალური სხვაობა. და შევხედავ, როგორია საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მხრივ, სად დგას ის და რას აშუქებს, რას აპრიორიტეტებს. ხო, სოციალურ ქსელებში ვნახულობ ხოლმე ინფორმაციას და მერე გადავდივარო და მოდი მაშინ მაგით დავიწყოთ, რომ ყველა სოციალური ქსელი წაშალე ან დაბლოკე დროებით. ჩათები უკვე გავაფრთხილე ჩემი მეგობრები, რომ დღეს ვერ ვნახავ და ეხლა წავშლი Facebook-ს, Instagram-ს, იმ სოციალურ ქსელებს, სადაც ინფორმაციას ასე თუ ისე ვიგებ ხოლმე. და დღის განმავლობაში ყველას ვთხოვოთ ოფისში, რომ არავინ არ ილაპარაკოს მიმდინარე ამბებზე. მესენჯერში, სიგნალში ყველა
ის მყავს, რომ დამიუთებული მაქვს ჩათები და გაფრთხილებული მაქვს, რომ შეიძლება არ შევიხედოთ და პირეთში მომწერან თუ რამე ისეთი იქნება. ხო, დავიწყოთ დროისათვლა. მე გავაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას, მივიღებ ყველა წყაროდან ინფორმაციას, გავკეთებ იგივეს, რასაც მოკლედ აქამდე ვშრებოდი და შენ ჩემგან განსხვავებით ინფორმაციის ერთადერთი წყარო გექნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. და ხვალ დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, გავანალიზოთ ერთი დღის მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის, გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები, შენი მიგნებები, დაკვირვებები და ვნახოთ ეს დღე შენთვის ტანჯვა იქნება თუ სიამოვნება. ნახოთ. აბა რაკენ 24 საათზე მეტია, არჩევა მისკროლა სოციალური ქსელები, სხვა არხებისთვის და ონლაინ მედიებისთვის არ მიყურებია, ვუყურებდი მხოლოდ საზმაუს ტელეეთერს და ასევე ვებგვერდს ვსწავლავდი. გონია რომ რაღაც ნიუსები ვიცი, რაღაც ამბები ვიცი, მაგრამ შინაარსობრივად, მგონია რომ რაღაც მაკლია და რაღაც ამ ინფორმაციის მიღმა, რაღაცები ზედაპირულად მაქვს მარტო ეს ცოდნა. რაღაცები მაკლია, ესე მგონია. ხო, მე ვიცი რაც გაკლია კონტექსტი, ამბების კონტექსტი ალბათ. ხო, თან იცი რა იყო, ხო ვუყურებდი და მე ეს წინა დღეებში ხო სულ ვიღებ ამ ინფორმაციას გუშინ არ მიმიღე უბრალოდ წინა ამბებსაც რასაც აშუქებდნენ, ჩემი ძველი ეს ცოდნა რაც მქონდა დამახსოვრებული თქვათ რაღაცები და დასკვდომს ვაკეთებდი რა ის რატომ მოხდა ასე ან რაღაც, მაგრამ მაკლდა ეს შინაარსობრივად რეალურად ნიუსი გაშუქების დროს რომ დაინახებიათ ამ ნიუსის მიღმა რა იყო. ხო, გუშინ იყო ძალიან ჩვეულებრივი რიგითი დღე. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და რაღაცნაირად მგონია რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის საერედაქციო პოლიტიკა რა არის, მაგ ერთ დღეს კარგად შეიძლება რომ გამოჩენილიყო. და ამ ექსპერიმენტის მიზანიც რაც ჩავატარეთ იყო ის, რომ გაგვეგო რამდენად ინფორმირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მაუწყებელი და საერთოდ ასრულებს თუ არა თავის ამ როლს, რომ რაღაც საზოგადოებისთვის იყოს, საზოგადოებრივი იყოს. ხო, მაგალითად გუშინ 3 აპრილის ეთერში თითქმის ყველა მუამბის გადაცემა, რომელიც არის 10 საათიდან დაწყებული 12-იანი მერე 3-იანი, მთავარი ამბები იყო ამერიკის დაწესებული ტარიფები და იყო კომიტეტი. კომიტეტი, სადაც განიხილება ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა უკვე 2003-დან დღემდე. ეს კომიტეტზე საუბრობდნენ მუდმივად და სადღაც 15 მინიმუმ 15 წუთი თითქმის ყველა გამოშვებაში ეთმობოდა და იყო პირველი ან მეორე სიუჟეტი. და იყო ტრამპის ამბავიც. ან ტრამპის кейსი იყო პირველი, ან კომიტეტის ამბავი? კი. თავარი საინფორმაციო გამოშვება რითი დაიწყო? დღის შემაჯამებელი თუ გახსოვს? თავარი საინფორმაციო გამოშვება იყო ტრამპის ამბით. ამ ამერიკის ამბავში დილის გადაცემაც 10 საათიანი დილის გადაცემაც იყო ტრამპის ამბით და 9 საათიანი საღამოს შემაჯამებიც ტრამპის. თქვენ უყურებთ მოამბის მთავარ გამოშვებას, დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. გამოშვებაში ნახავთ. დონალდ ტრამპის რეზონანსული გადაწყვეტილება, რომელიც სავაჭრო ომად ფასდება ევროკავშირის საფასუხო ზომებისთვის ემზადება. შენი აზრით იყო იმ მნიშვნელობის ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ სიტუაციაში რაც დღეს საქართველოში ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები იწყებოდეს მაგ ამბით. არა, ჩემი როგორც ჟურნალისტი, ხო, მე როგორც გადმოსახედიდან მაგ ამბით არ დავიწყებდი. მგონია რომ მნიშვნელოვანი ამბავი იყო და უნდა მოხვედრილიყო ფადეში, მაგრამ არ მგონია რომ პირველი ესე ვთქვათ სიუჟეტი ეს უნდა ყოფილიყო და ამდენი დრო დათმობოდა თუნდაც ამ ამბის გარჩევა. ხო, როგორც ჟურნალისტი არ ჩასვავდი პირველ ამბად და ასევე როგორც მაყურებელი, რიგითი მოქალაქე, შენ გეხება თუ არ გეხება, ეს ამბავი რეალურად ვერ გავიგეთ ხო, ხო. საერთოდ რამე ამ საინფორმაციო გამოშვებებში მთელი დღის განმავლობაში ნიუსებს კითხულობდი ხო ვებგვერდზე რაც ქვეყნდებოდა რაიმე ამბავზე
დაგჭა თუ არა ის შთაბეჭდილება, განწყობა, გქონდა თუ არა რაღაცა ბმა, რომ მე მეხება პირადად ეს ამბავი, როგორც მოქალაქეს? არა. არ ყოფილა ეგეთი. არა, რომ აი მე მეხებოდა არა. აი თუნდაც ის კანონები, რომლებიც მართლა გვეხება, თუნდაც ჩვენს მედიას და არა მარტო, იყო იცი როგორ? აი ეუთოოდირმა ეს თქვა ამ კანონზე. და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ქართული ოცნების რაღაც გადაწყვეტილება, აი ამ კონტექსტში იყო, რომ განცხადება იყო წაკითხული, ასე ვთქვათ, რომ ეუთოოდირის განცხადებაში წერია ეს და ეს და ტექსტი მიდის ამით, რომ აი ხულობს ამ ტექსტს უბრალოდ და სხვა არაფერი არ იყო ის რომ აი რეალურად ვის შეეხება ვის უქმნის პრობლემას ეს ფარარა არის ანუ ასე ვთქვათ ეს კანონები არა მხოლოდ ეუთოდირმა თქვა ეს და მე იყო გამოხმაურებები პოლიტიკოსების რომ ოპოზიცია ამბობს რომ ხო ეთანხმება ამ გამოხმაურებას მართველი გუნდის ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ რომ უბრალოდ მათ აქვთ რაღაც ეს თუ ამერიკაში კარგია ფარა, აქ რატო არის ცუდი და ახლა გაახსენდათ აი ეს კონტექსტი იყო ქართული ოცნების განცხადება. ამანის თქვა და მე იმანის თქვა ამ ფორმატში იყო. მე უფრო დიდი ხანია მაკვირდები ამ თემის გაშუქებას და ნუ აი არაპრიორიტეტულად არის ხოლმე ჩასმული, საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს მგონია რომ იმის განცდაც არ აქვს რომ ანუ მედიას ეხება. იმდენად ფრაგმენტულად, იმდენად უკონტექსტოდ ქვეყნდება, რომ პარლამენტმა რაღაცა რიგითი კანონი მიიღო, ან ცვლილება შეიტანა რაღაც კანონში. ოღონდ უშუალოდ ვის ეხება ეს კანონი? ხო, არა მარტო მედიებს, ანუ ხალხს ეს უნდა უხსნა, რომ შენ გეხება, პირადად შენ გეხება და როგორ შეგეხება ეგ ამბავი, ხო? ხო, აი მე რო ეს კონტექსტი არ მცოდნოდა აქამდე, ასე ვთქვათ, რომ აი რეალურად რას გულისხმობს, ხო? რაზია ეს ისა ამ ერთი სიუჟეტით, ერთი არა, რამდენიმე სიუჟეტით, რომ ეუთოოდირმა უარყოფითი გააკრიტიკა რაღაც კანონები, ვერ გავიგებდი რა კანონებზე იყო საუბარი და მე რა რო თუ გააკრიტიკა, ну რაღაც ამ კონტექსტში შემიძლია თქვა, რომ აი ხო გააკრიტიკა ეხლა რა უჭერს. ხო საერთოდ რამე თემა იყო ადამიანები ჩანდნენ რიგითი ადამიანები ჩანდნენ ამ საინფორმაციო გამოშვებებში ანუ წეგან ახსენე რომ ოპოზიცია მისთქვა ქართულმა ოცნებამ მისთქვა პოლიტიკოსები ჩანდნენ ალბათ ხო პოლიტიკოსები ჩანდნენ ყველა იმაში ბალანსი იყო დაცული საუბრობდა როგორც ოპოზიცია ისევე ქართული ოცნება ვინ ამთავრებდა ხო ძირითადად ვინ ამბობდა რა მე მგონი ქართული ოცნების ის იყო ბოლო სინქრონები მეგენი იყო ქართული ოცნების პოლიტიკოსები ხო ესეც მათი მეთოდია რომ აბსოლუტურად ყველა საკითხს აჯამებინებენ ქართულ ოცნებას და თუ თქვათ ოპოზიცია ლაპარაკობს რამე კრიტიკულ სიტყვის მე მოსდევს აუცილებლად ქართული ოცნების წარმომადგენლების რამდენიმესთან კომენტარი რომელიც ნუ აქ არწყლებს იქამდე ნათქვამს და იძახის რომ რაც თქვა აი ყველაფერი სისულელია რაღაცა ესე მოკლედ ხო აი ეს თქვათ 3 აპრილი არ იყო რამე მასშტაბური რაღაც ახალი ამბები მე მგონი აი არ მომხდარა ისედაც რაც მოხდა ეხლა ჩემი აზრით გაშუქდა არ ვიცი სხვა რა თემები იყო ისეთი რაც შეიძლებოდა გაიშუქებიათ იმ სამში და არ გააშუქეს არ ვიცი. აი პოლიტიკის იქით რა იყო საერთოდ? რა პოლიტიკაში გულისხმობ რომ რაღაცა პარლამენტში ეს მოხდა, ქართულმა ოცნებამ ეს თქვა, ოპოზიციამ ეს თქვა, მაგის იქით რა იყო? პოლიტიკოსების თემების იქით რა იყო? ადამიანური ისტორია რამე იყო? იყო ასევე ის რომ თბილისის მერიამ გამოაცხადა ის რაღაც რეაბილიტაციები ლაგუნაფერის მაგალითად რაც მოვედით ჩვენ მოვარმა თანამშრომელმა მაგალითად თქვა რომ საცობში მოყვან რაღაცა და იქ ცოტა კი რა პოზიტიურად იყო ყველაფერს კარგად აკეთებენ ასე ვთქვათ და ეს განახლება მიდის რა ხო ეგ იყო ძირითადი კონტექსტი ხო ინფრასტრუქტურული პროექტი გააშუქეს რომ აი დასრულდა და როგორ მოეწყო რაღაცა ეს ქუჩა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გეგმის მიხედვით ტერიტორიიდან ბენზინ გასამართი სადგურებისა და სხვადასხვა ობიექტის მთლიანი დემონტაჟი მოხდა, შედეგად საავტომობილო გზა გაფართოვდა და მას კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატა. მოლოდინია რომ სიახლე დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ კვანძს მნიშვნელოვნად განტვირთავს. დამონტაჟდა ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც მოძრაობას ნაკადების მიხედვით ავტომატურად დაარეგულირებს. მაგრამ იქ ადამიანებს არ კითხეს მაგალითად, ანუ მე ადამიანები არ მახსოვს არც ერთ მომის გამოშვებაში ადამიანები
ადამიანები არ ყოფილ. ჩემი მთავარი კრიტიკაც იდეაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან არის ეგ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელში საზოგადოებრივი არის მარტო სიტყვა ამ სათაურში სახელში საზოგადოებრივი მაუწყებელი. საერთოდ არ არის საზოგადოებისთვის, ჩემი დაკვირვებითაც ესეა. ხო, ეს მანას გადაცემებშიც ეგ არ არიან, ჩვენ დიდი ხანია უყურებ და ადამიანები არ ჩანან. ხო, არ ჩანან. ეს საკითხები ხარ ჩამოთვალე, განა უმნიშვნელოა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხო უნდა დამანახო რაღაცა იმ პერსპექტივიდან, რომ მე პირადად მეხება. ხო? საზოგადოების როლი მან რა არის? რაღაცნაირად ხო უნდა მანახო ჩემთან შემხებლობაში როგორ მოდის ის კანონები, რასაც იღებენ, ის საკითხები, რასაც განიხილავენ, ის თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ მეუბნებიან, რომ რაღაც გზა დააგეს იქ, რაღაცა ააშენეს, რუსთავის მერიაზე არ ყოფილა მაგალითად სიუჟეტი. იყო, სხვა რა დამოვიწყდა, რა, ოღონდ ეგ იყო დღესდილით. მართლა, მე დაკვირვებული ვარ. რუსთავის რაღაც რუსთავზე იყო. მაგრამ არ ხსოვს რა იყო. ეხლა ეგ უცნაურია, უბრალოდ ვიკითხე, იმიტომ რომ მე თვითონ დავაკვირდი ბოლო პერიოდში, ბევრჯერ შემოხდა, რომ აი რუსთავის მერიამ ეს გააკეთა და რაღაცნაირად აპიარებენ. პიარ სიუჟეტებია უფრო, მაგრამ რუსთავის მერიამ გამოცვალა ლიფტები რამდენიმე შენობაში. ანუ საზოგადოებრივ მაუწყებელი მე მგონია, რომ უნდა მიყვებოდეს იმას, რომ ის სადღაც პრობლემა და ლიფტია გამოსაცვლელი. პოსტფაქტუმ კი არ უნდა მაგებინებდეს, რომ სადღაც ლიფტი გამოიცვალა, ან გზა დაიგო, ხო? ანუ მე უნდა ვიცოდე რომ ეს პრობლემა არის. თორე რომ მოაგვარეს თქვათ ეს პრობლემა და მე მიყვები ამბავს, ხო, ეს არის უკვე იმ კონკრეტული უწყების ინსტიტუციის პიარის საქმე. არა? და პიარის საქმეები ვებზე რაც არის, მაგალითად ქართული ოცნების რაღაც განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკოსის, ანუ თანამდებობის პირის, ეგეც მგონია, რომ პიარის ნაწილი, ანუ რაც ტექსტად იწერება რა, უბრალოდ ციტატა გადმოდის და ეგეთი ამბებიც რომელიც არის, რომ ის გაკეთდა. მართლა მახსოვს, რომ რუსთავზე იყო რომელიღაცა სიუჟეტი, რაღაცას საუბრობდა რუსთავზე და მადაც პიარი იყო უფრო მეტად, რომ აი ეს გააკეთეს და ეს რეაბილიტაცია მოხდა ან რაღაცა მსგავსი თემა იყო. რამე კრიტიკა იყო საერთოდ ხელისუფლების მიმართ, რაიმე კრიტიკული იყო? ტელევიზიას და მედიას რო დაეყენებინა საკითხი კრიტიკულად, ეგეთი არ ყოფილა. აი მე მაგალითად გეტყვი, ხა გუშინ ჩემთვის მთავარი თემა რა იყო? და ვნახოთ თუ იცი ეგ ამბავი. ეხა სადაც ვხედავთ და ვწერთ ამ ვიდეოს, ხო, ჩვენგან რამდენიმე მეტრში თურმე არის ყოფილი ჰოსტელის შენობა, სადაც არის 17 სუროგატი დედა შესახლებული. 10 დაახლოებით 10 ბავშვთან ერთად, ზოგიერთი ქალი არის ორსულად. კომპანიამ, რომელიც ეს ადამიანები ჩამოიყვანა, ზოგი არის უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან ეხა ქართული ოცნება რო დადის და ჩვენი ნომერ პირველი მოკავშირეები რო უნდა გახდნენ, აი მაგ ქვეყნებიდან ჩამოიყვანა რომელიღაც კომპანიამ და ჟარგონულ ენაზე რო თქვა, გადააგდო არ უხდიან თანხას, ამყოფებენ რაღაც არადამიანურ პირობებში და ნუ მთავარი ამბავი რადიო თავისუფლების ვრცელი სტატია იყო და მთავარი ამბავი ჩემთვის გუშინის იყო, რომ გამოძიება დაიწყო ამაზე. იცი რამე? საერთოდ არ გაუშუქებია ხო საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ იმიტომ ვამბობ ამას, რომ ძალიან საგულისხმო იყო ჩემთვის, რომ ეს სტატია რო წავიკითხე, რადიო თავისუფლებას ეწერა, რომ ამ ქალებმა თვითონ მიმართეს ამ მედიას. რაღაცნაირად გამიჩნდა ის განცდა, რომ აი რატო უნდა მიმართო რადიო თავისუფლებას ან ნებისმიერ სხვა მედიას, როცა არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელი ხო ქვეყანაში. საზოგადოებრივ მაუწყებელი ვიღაცას ხო უნდა ეიმედებოდეს. მე მგონია, რომ დღეს საქართველოში არავის არ ეიმედება. აი შენ როგორც მაყურებელი, ესეც კი არ უყურებდი, ანუ როგორც რაღაც რიგითი მოქალაქე არ უყურებდი, იმიტომ რომ შენთვის ეს მედია არ არის ალბათ პირველ რიგში საიმედო. ხო, პირველ რიგში საიმედო და არ არის ინფორმაციის მიღების წყარო. ანუ ვიგებ იმ ინფორმაციას იქ, რომელიც მანამდე სხვაგან მომისმენი, ან წამიკითხავს. ანუ პირველ წყაროც ვერ იქნება.
და ხო, მე საიმედო როგორ მანახებს მე ამ ინფორმაციას, რა კონტექსტით აშუქებს, რა მე ნებისმიერ ამბავს. ხო, მაგ მხრივ ვერ ვენდობ. ხო, აქ ამბავი კიდე ის იყო ამ შემთხვევაში, რომ ეს ქალები იძახდნენ, რომ არაერთხელ მიმართეს, თან ჩამოთვლილი იყო, რომ პროკურატურაში რომ მივიდნენ, პოლიციაში რომ მივიდნენ, განცხადებები აქვთ დაწერილი, რომ აქამდე მიმართავდნენ უწყებებს და ისინი უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდნენ და აიგნორებდნენ და გამოძიება არ იყო დაწყებული იქამდე, სანამ ამ მედიამ არ დაწერა ძალიან ვრცელი სტატია ამ ამბავზე და არ გახმაურდა და გუშინ სხვა მედიებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი თემა ეს იყო. ხო, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაგის მერეც არ დაინტერესდა ამ ამბით, რომ აი ქვეყანაში ხდება ესეთი რაღაც, რომ აქ ერთ-ერთ ძველი ჰოსტელის შენობაში, თბილისის ცენტრში, ვაგზლის მოედანზე ცხოვრობს 17 ქალი, თავის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, მათ შორის ნაწილი ორსული და ითხოვენ დახმარებას და არავინ ყურადღებას არ აქცევს და მანდ მეორე მხრივ რაღაცნაირად მედიის როლიც გამოჩნდა ჩემთვის, რომ აი სანამ ეს ამბავი არ გახმაურდა, სანამ კრიტიკულმა მედიამ ეს ამბავი არ დაწერა, იქამდე არავინ არ დაინტერესდა. მაგ საკითხით და გამოძიება არ დაიწყო. სხვათა შორის დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ერთი შემთხვევა კიდე, ეგ გემახსოვრება ალბათ ნახავდი ტაილანდის მოქალაქეების ხო, ეგეც სუროგაციის ამბავი იყო და ხო, ტრაფიკინგის მუხლით დაიწყო გამოძიება მერე, ეგეც ამბის გახმაურა. საერთაშორისო მედიამ გაახმაურა, გამოძიება დაიწყო პროკურატურამ მერე და სხვათა შორის არც ეგ არ გაუშუქებია საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხო. ეგ ამბავიც არის ის ეხლა საზოგადოებრივ მაუწყებლის მაყურებელმა. როცა ესეთი პრობლემაა ქვეყანაში, როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტი ხარ, არ მოიკულიო. მე მაინტერესებს მანდ თუ იყო უწყების ოფიციალური განცხადებები. იყო და ეგეც იყო, ხო. გუშინ ანუ სტატიაში წავიკითხე რომ რადიო თავისუფლება მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და პროკურატურასაც და მათგან პასუხი ვერ მიიღო და მე პოსტფაქტუმ მას შემდეგ რაც ეს სტატია გამოქვეყნდა შემდეგ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რომ დაიწყეს გამოძიება ანუ ამ სტატიის შემდეგ დაიწყეს გამოძიება ხო აი ეგ უწყების განცხადებები გუშინაც რო ჩამოსხვრე რაღაცები შემხვდა ვებზე იდო ასე ვთქვათ და მაგიტო და მაინტერესა უწყებიდან ხო არ გააშუქეს ან თუ ეგეთი ტენდენცია რომ რაღაც მოხდა ამბავი მაგრამ რაღაცას არ აშუქებ და როცა უწყება წერს რომ აი რაღაცაზე რეაგირება მოვახდინეთ მე ამ ამბავს აშუქებ ოღონდ უწყებიდან გამომდინარე აშუქებ ხო ანუ როგორც წესი მე გამახსენდა ერთი ძალიან კარგი მაგალითი და გეტყვი მაგ მაგალითს ოღონდ ჯერ გეტყვი კიდე ერთ ამბავს რაც შეიძლება რომ არ იცოდე და გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია რომ კახეთში წყალსაცავში დაიხრჩო ბავშვი იცი ეგ ამბავი არა არც ეგ არ იცი ხო ეს ცოტა უფრო ადრე მოხდა დაახლოებით ერთი კვირის წინ და გუშინ გავრცელა ეს ინფორმაცია ამონაშვილის აკადემიამ რაღაც ტრენინგი ყოფილა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია უпростоრედ კახეთში და ჩამოსულები იყვნენ უცხოელები და ერთ-ერთი უცხოელი შვილი იყო რომელიც ამ წყალსაცავში დაიხრჩო და გვიან გავრცელდა ეს ინფორმაცია მაგრამ გუშინ გავრცელეს ეს ინფორმაცია და გუშინ გავრცელეს ინფორმაცია შესასამაც რომ დაწყებული ამ საკითხზე გამოძიება. ამ ამბავზე გამოძიება. მაგრამ საზმოს ეგ ამბავიც არ გაუშუქებია. ხო, არ გაუშუქებია. არა და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა მარტო იმპინტო არა რომ ეს რაღაც შემთხვევა მოხდა, ხო? ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე 4 ბავშვი არის საქართველოში მკვდარი ესე რომ ან წყალსაცავში დაიხრჩო ან რაღაც თხრილში ჩავარდა, ხო? და უფრო სისტემური პრობლემაა ჩემი აზრით აქ და უნდა დაინტერესებული იყოს აზმაურო იქ იქნებ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და ამიტომ მოხდა ეგ შემთხვევა ხო ან მხოლოდ ფაქტად ხო არ უნდა გააშუქო რაღაცა სისტემური პრობლემა ხო უნდა დაინახო მოიკულიო ამ ამბავში რა არის შენი როლი როგორც ჟურნალისტის ის რომ გადმოაკოპირო ინფორმაცია თუ აქამდეც იყო ეგ ამბები, ანუ ბავშვების თუნდაც ეს ლოცნების ქალაქ, მანდ როგორ იყო? იმიტომ გამახსენდა ახლა შენ რომ თქვი რომ რაღაც უწყებამ რო გაავრცელა პრეს-რელიზი, ეგ მაინც არ გააშუქეს. ნუ ამ შემთხვევაში ეგეც არ გაუშუქებიათ, მაგრამ მე მახსოვს აი რიყეზე დოქებთან ბავშვი რო ჩავარდა თხრილში და დაიღუპა, ეგ ამბავი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან როგორ გავიგე?
თბილისის მერიის განცხადებისგან გავიგე და რა ეწერა იცი ამ განცხადებაში რომ თბილისის მერიას არ ეკუთვნის ის ტერიტორია და არის კერძო სადაც ბავშვი დაიღუპა აი ეგ იყო მაგით შემოიფარგლა ანუ მაგით გაიგე ამბავი რომ ბავშვი იყო დაღუპული კი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მაგით გავიგე ეს ამბავი თბილისის მერიის განცხადება იყო და ოცნების ქალაქზე როგორ გავიგე იცი ოცნების ქალაქში რომ ორი ბავშვი დაიღუპა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სულ თავდაპირველად ისე გავიგე რომ ვერ მივხვდი ეს შემთხვევა სად მოხდა რაღაცა მისამართი იყო მითითებული რომ ბათუმში რაღაცა მისამართზე ორი ბავშვი დაიღუპა მისამართის მიმდებარედ ორი ბავშვი დაიღუპა და თხრილში ჩავარდნენ და აქ იყო ჩემთვის ძალიან ესეთი ყურში მომხვდა ის ამბავი რომ სავარაუდოდ ადგილობრივის გათხრილ თხრილში ჩაცვირდნენ ანუ რაღაცნაირად ბრალეულობა იყო თითქოს გამოკვეთილი ადგილობრივის როცა სხვა მედიებში მე ვკითხულობდი რომ აი ოცნების ქალაქში მოხდა ეს ამბავი და ის მისამართი და იმ მისამართის მიმდებარედ იცი რატო ეწერა იმიტომ რომ ოცნების ქალაქს მისამართი არ აქვს ხო მაგ ტერიტორიას ერთ მისამართი არის ოცნების ქალაქიც რაღაცა ხო მე მგონია რომ იდიდონ მაგ სიტყვის თქმა არ უნდათ მაგრამ მე ისე განცხადებებშიც მე რაც მახსოვს ოფიციალურ განცხადებებში ოცნების ქალაქი არ ეწერა და იქაც რაღაც მისამართით ეწერა მე მგონი როგორც ეგრე მახსოვს და საზმოუსაც ეგრე გავუკეთე ხო და ეგ ამბავი მე მთელი დღის განმავლობაში უყურებდი როგორ აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი მაგას და ნუ იქაც ეს იყო რომ ამანის თქვა იმანის თქვა ის ამას უარყოფს იქ რაღაცა დაპირისპირება მოხდა და ამ დღემ ჩაიარა, როცა შემთხვევა მოხდა და მეორე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელმა მიივიწყა ეგ ამბავი. მეორე დღეს ეს ბავშვები დაკრძალეს. და საერთოდ ანუ დღის წესრიგში ეგ თემა აღარ იყო. საინფორმაციო გამოშვება არც ერთი მოკლედ არ მიუბრუნდა მაგ ამბავს. და სისტემურ პრობლემებზეც ხო ანუ ხო რო აი მე მგონი რომ ეს არ უნდა მოიკვლიო ან რომ აღწერ ან იქ იყო რომ ეს შემთხვევა მოხდა სავარაუდოდ აქ სავარაუდოდ იქ ეს არ იყო ოცნების ქალაქის ან იმ ტერიტორიაზე არ იყო სადაც სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს და სადაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე იყვნენ და დიდი ზარზეიმით გახსნეს ხო ეს მშენებლობა და სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს თან ჟურნალისტი მიყვება ამას რომ იმ ტერიტორიაზე ეს ამბობს იქ რო არ იყო ეს იქ არ ხარ ამიღწერე სიტუაცია რა ხდება და მე ეს აღწერა ვერ მოვისმინე მე მოვისმინე მარტო რომ ამან თქვა ეს ის ამას ამბობს რაღაცა ინფორმაციის გამტარი იყო მხოლოდ და რა აღმწერი მაგ სიტუაციის მაგ შემთხვევაშიც პოლიტიკოსებს შეაფასებინეს მოვლენები მაგ შემთხვევაში ის არის რომ აი პოლიტიკოს აფასებინებ ყველაფერს მაგ შემთხვევაში ამბავის კი არ იყო რომ ვიღაცის პასუხისგებლობის საკითხი დააყენეს ან მოიკულიეს ვისი პასუხისგებლობა იყო ეგ ამბავი ერთი როგორც გითხარი თქვეს რომ სავარაუდოდ ეს შემთხვევა მოხდა და ის თხრილი რაშიც ბავშვები ჩავარდნენ და დაიღუპნენ იყო ადგილობრივის გათხრილი მაგას იძახდა და საზოგადოებრივი მაუწყებელი იძახდა მარტო მაგ ამბავს და მეორე ის იყო რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყავდათ ჩაწერილი რომლებიც ანუ ირიდებდნენ საკუთარ პასუხისგებლობას ამ ამბავში ვერ ხედავდნენ თორე ანუ ქართულ ოცნებასთან რა ვიცი კითხვა არ დაუსვას ყოველ შემთხვევაში და მაგ დღის მთელი დღის განმავლობაში მე რაც წავიკითხე და რასაც უსმენდი, ასე წყობით ერთმანეთის მიყოლებით იყო ნიუსები, რომ ქართული ოცნების ამ წევრმა, იმ წევრ 1-10-15 დათვლილი მაქვს მაყურებლის გვერდზე დავდეთ კიდეც ეგ პოსტად, რომ განცხადებები გაავრცელეს ქართული ოცნების ლიდერებმა სამძიმრის. და ეგ ყველა იყო წაკითხული. ხო, მთლიანად ამბავი იყო ისე გადმოცემული, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და უსამძიმრებენ ესენი რა, ქართული ოცნების ლიდერები. ამ პასუხისგებელი მხარე არსად არ ჩანდა. მასა იყო გაშუქებული. ზოგადად ამ კრიტიკულ საკითხებს საერთოდ აიგნორებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და აი რა ვიცი, 2 დღით ადრე რომ ჩაგვეტარებინა ეს ექსპერიმენტი, არ გეცოდინებოდა მაგალითად 1 აპრილის და 2 აპრილის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ხო, ეს რადიო თავისუფლების გამოძიება, რომ თურმე ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენი ძროხებს კვებავდა ქათმის ნაკელით. და მერე ეს ყვარლის ბაგა
ამ ბიზნესმენის კომპანია ამარაგებდა ძალიან მსხვილ რძის მწარმოებლებს საქართველოში. მგონი დღესაც არის ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა. გუში რამე გაიგე მაგამ ბაუზე მაგალითად? ბიზნეს პარტნიორი ქონდათ შუა დღესაც და მაგასაც ვუყურებდი და მან ყავდათ მოყვანილი მოიცავდა გავიხსენე. ყავდათ ოღონდ მოყვანილი რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ყავდათ მოყვანილი და ის საუბრობდა სიუჟეტს კი არა, იმ ბლოკს ერქვა, რომ აჟიოტაჟი რძის პროდუქტების გარშემო თუ რაღაც ეგ ის იყო, მაგრამ წამყვანმა თავიდან თქვა, რომ ჩვენ არ შევალთ ორი ბიზნესის ურთიერთობაში თუ აი იმ პრობლემებში რაც აქვს, მაგალითად თუნდაც ეს სასამართლო დავა რომ მოიგო და ეს რო ამბობს, რომ იმიტომ მოიგო, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. ეგ ახსენა? საერთოდ რა დავა, ან ვინ ორი ბიზნესმენია ლაპარაკი? ჩვენ არ შევალთ. ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არ არის ორ კომპანიას შორის არსებული დავის განხილვა, ჩვენი მიზანია ჩვენს მაყურებელს მომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს კაცი ამბობს, რომ რეალურად რძე, რომელსაც მოვიხმართ და რომელიც სუპერმარკეტებში შედის, იმდენი რამე აქვს გავლილი, რომ შეუძლებელია ის რაიმე დამაზიანებელი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამიტომ შემოწმებულია, ესეთი იყო. მაგრამ მე საღამოს უკვე გავრცელებული იყო უწყებების განცხადებები, რომ სოფლის ნობათის ამოღება დაიწყო. რამდენად არის რეალური, რომ დაბინძურებული რძის ნედლეულით დამზადებული უკვე პროდუქცია, საკმაოდ ფართო ასორტიმენტი მოხვედრილიყო დახლებზე და მაყურებელს ის შეეძინა და შესაბამისად საკვებად გამოეყენებინა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და დავამშვიდო მომხმარებელი, რომ ისინი, ვინც შეფუთულ, ეტიკეტირებულ, ბრენდირებულ პროდუქციას ყიდულობენ მარკეტებში, მათ შეუძლიათ რომ შვიდად იყვნენ, იმიტომ რომ გამორიცხულია რომ მავნე და დაბინძურებული პროდუქტი მიყიდოს მას მწარმოებელმა. რძის მწარმოებელი კომპანია სოფლის ნობათის სკანდალში გაეხვა მონიტორინგის შედეგად პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს. კომპანია საშიში ნივთიერების შემცველი პროდუქციის სარეალიზაციო ქსელიდან მთლიანად ამოღება დაევალა. სოფლის ნობათის ამოღება რო დაიწყეს და თან ყურადღება იყო გამოხილებული, რომ არა საქართველოში წარმოებული, არამედ უცხო, აზერბაიჯანიდან შემოტანილი პროდუქციაში აღმოჩნდა ეს ნივთიერება, ამაზე იყო გამოხილებული ყურადღება, ხო, ამ კონტექსტში. ხო, ვებგვერდზე ეს ინფორმაციები ქვეყნდება, არ ვიცი, copy-paste-ით, პრეს-რელიზები ქვეყნდება ერთი მხრივ ციტატა და არანაირი სარედაქციო მასალები მანდ არ ქვეყნდება, არ ვიცი რა საკეთებენ ვებგვერდის ჟურნალისტები გარდა იმისა, რომ მასალებს ამ პრეს-რელიზებს აკოპირებენ და მეორე მხრივ ახლა საინფორმაციო გამოშვებებში, რასაც უყურებთ, სარედაქციო პოლიტიკას ამ საინფორმაციო გამოშვებებს ქმნის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, ხო? საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის წესრიგს უქმნიან პოლიტიკოსები. და საზოგადოებრივ მაუწყებლის დღის წესრიგს არ ქმნის ხალხი. კი. იმიტომ არ არის ჩემთვის საზოგადოებრივ მაუწყებელი დღე საზოგადოებრივი. ხო, ჩემთვის ეგ იყო რა, იყო განცხადება და იყო ამ განცხადებებზე შეფასებები მერე პოლიტიკოსებისგან მთლიან ძირითადად და ხო ეს ამბავი მერე რაც დაემატა თქვათ ამ რძის ამბავსაც იყო ეს რომ აი განცხადება რომ არ არის უმნებელია რაღაც აი ამ კონტექსტში. ხო, საერთოდ უგულებელყოფილია საზოგადოება. როგორ მეხება ეს ამბავი, მაგას არ მიყვება. მე როგორ მეხება პირადად ეს ამბავი. მხოლოდ ინფორმაციის გამტარია, რომელიც გეუბნება, რომ აი ამან ეს თქვა და იმან ეს თქვა. ბორდის ხდომაზე რა მოხდა, როგორ გქონდათ ეგ? რომ ვასილ მაღრაფერიძე აირჩიეს. და ასევე იყო ის ბოლო გამოშვებაში, მე მგონი, ან ბოლოს წინ გამოშვებაში, რომ უნდათ შესვლა სხდომაზე დასწრება ნინო ზაუტაშვილს და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. ესე იყო. მე რომ მინდოდა სხდომაზე დასწრება და რო ვიყავი იქ და კითხვის საშუალება არ მომცეს, ეგ არის ხო? შენ კადრში დაგინახე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ იქ იყავი, თორე ისე ვარდათ ვერც დაგინახავდი. სხვანაირად შენ იქ არ ყოფილხარ. არ მომიყოლია ეს ამბავი შენთვის და მოკლედ თუ გინდა გეტყვი რეალურად რა მოხდა იქ. თან სხვა საინფორმაციო გამოშვებებიც არ გინახავს და არ გეცოდინება. 3 თვეა ვცდილობ რომ ამ სამეურვეო საბჭოს ხდომაზე მოვხვდე და რეალურად კანონი ავალდებულებთ რომ საზოგადოებას იქ მოусმინონ, ნებისმიერს მაუწყებლობის შესახებ კანონის 28-ე მუხლი ეუბნებათ პირდაპირ რომ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს სამეურვეო საბჭოს ღია ხდომა
სხდომას და გამოხატოს იქ საკუთარი აზრი. მე ამის საშუალება არ მომეცა, არც მეძლეოდა აქამდე. 3 თვის განმავლობაში ვცდილობდი რომ მოხვედრილიყავი ამ ყველა წესით და რეგლამენტის დაცვით ვიწერებოდი ოფიციალურად წერილებს, განცხადებებს წერდი, რეკავდი, ვითხოვდი რომ აქ მოხვედრილიყავი და ან იგნორი იყო, ან უარი. და გუშინ წინ უკვე შემახსენებელი მეილებიც გავგზავნე, რომ მინდა რომ დავესწრო ამ სხდომას, ისევ იგნორი იყო და გუშინ აქ ჩვენ რომ ეს შესავალი ჩავწერეთ ცოტა ხანში სამერო საბჭოს სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე დამირეკეს და მითხეს რომ საშ დაუშვებენ ჩემს სახელზე და გავიქეცი და მივასწარი ამაბავ შევედი, მაგრამ საერთოდ იქაც დამეიგნორეს, როგორც მოქალაქე ესწრება ამ სხდომას, სრული იგნორი იყო, 4 საკითხი იყო დღის წესრიგში და 3 საკითხი ჩაიარა ვასილ მაღლაფერიძემ, საკუთარი თავი აირჩია ჯერ თავმჯდომარედ მან და მისმა 7-მა თანამოაზრემ აირჩიეს და ეს 3 საკითხი ჩაიარა. 3 საკითხზე მქონდა კითხვები, მე მიმართავდა ბორდის წევრებს რომ ხომ არ გაკითხვა და ისინი პასუხობდნენ არა ან რაღაცას გამოთქვამდნენ და ძალიან მოკლე პერიოდში და უცებ გათიშეთ ეუბნება იქ გათიშეთ ეთერი სხდომა დასრულებულია და გავიდა მე ვიყავი ძალიან გაბრაზებული გულწრფელად გაოცებული რომ როგორ შეიძლება რომ ესე მოიქცეს ადამიანი რომელიც პირადად ჩემთანაც როგორც ერთ-ერთ მოქალაქესთან არის ანგარიშვალდებული გავიდა მე რომ ვთხოვდი რომ მეთქი ბატონო ვასილ აქ ვარ რამდენი ხანია ვითხოვ ძლივ შემოვაღწიე და მაქვს საკუთარი აზრი მინდა გამოვხატო იმ თემებზე რაზეც მსჯელობდით და მაქვს კითხვები თქვენთან და არ მომეცით ამის საშუალება და აბსოლუტური იგნორი იყო მითხრა რომ შენმა წარმომადგენლება თუ ვისაც წარმოადგენ იმათო შეურაცხყოფა მომაყენესო და გავოცდი ამაზე იმიტომ რომ არავის არ წარმოადგენ და უხსნიდი მაგას რომ არც ერთ ჯგუფს არ ვეკუთვნი არავის არ წარმოადგენ და ეხლა თქვენ ამას იძახით იმისთვის რომ საზოგადოებაში შეცდომა შეიყვანოთ იმიტომ რომ მოამბის კამერა იდგა და იღებდა ჩვენს დიალოგს 15 წუთიანი ვიდეო მაქვს ჩაწერილი მოამბის კამერა და კორესპონდენტი იდგნენ ესე მიკროფონით და იღებდნენ ჩემი და ვასილ მაღლაფერიძის ამ დიალოგს და რომ უთხარი რომ მეთქი ეხლა კამერა გიღებთ და თქვენ გინდათ შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება და უთხრათ რომ მე ვიღაცის წარმომადგენელი ვარ აქ და მიუტრიალდა ამ მოამბის გადამღებ ჯგუფს და უთხრა გათიშე კამერა და რა გააკეთა შენი აზრით გათიშეს კამერა ორივე გავიდნენ იქიდან და არც საინფორმაციო გამოშვებაში ცხადია ეგ ამბავი არ მომხვდარა და შენც არიცი მაკედან საზმაუდან შენც არიცი მოამბეს რომ შელაპარაკება იყო ვასილ მაღლაფერიძესა და ნინო ზაუტაშვილი ეს კადრი იყო მაგრამ ის რომ ლაპარაკობდით თქვენ ეგ კადრი არ იყო ხო ეგ ამბავი არიცი საერთოდ რომ იქ ესწრებოდა მოქალაქე რომელიც ითხოვდა სიტყვას და ამის საშუალება არ მისცეს ხო, ანუ საზოგადოებრივი მოწყობილობის მაყურებელს ვერ ეცოდინება ეგ, იმიტომ რომ არ მოხდა. აი, თუნდაც ეს რომ მოქალაქის მიმართ არ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, რომ რაღაც კითხვები აქვს და უპასუხონ, ასევე თუნდაც ჩვენთან რამდენიმე ჯერ ჰქონდა ჩვენს ჟურნალისტს მცდელობა, რომ ჩაეწერა დირექტორი და უარი აქვს, ანუ არ გამოდიან კომუნიკაციაზე, ასე ვთქვათ, უარს ამბობენ სხვა მედიებთან საუბარზე, უარს ამბობენ, რომ ეს საჯაროდ რა კითხვებიც არსებობს და რა კითხვებიც აქვს თუნდაც მაყურებელს, თუნდაც სხვა გარეთვალით დანახულად ადამიანს, რომელსაც შესტკივა გული საზოგადოებრივ მაუწყებელზე უყურებს და აინტერესებს რასაც უქებს, კითხვებს არ ისმენენ და შემდეგ არ პასუხობენ და ყველას ამბობენ, რომ აი მოგზავნე არ ვიცი ეს საით წარმომადგენელია ვიღაცის, ვისაც ნებისმიერი ვისაც კრიტიკა აქვს თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებლისკენ. ესეც არის ის რომ მნიშვნელოვანია მათი ღიაობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღიაობა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მივიდეს, დასვას კითხვა და მათგან მიიღოს პასუხები, ან რა პრობლემებიც აქვს, თქვათ, მიიტანოს.
მე როგორც შენ უფრო მეტად ხარ გულშემატკივარი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც აი ნიშნულობად მიმაჩნია მით უმეტეს ამოცემულობაში, როცა კრიტიკული მედიის ხმა შეიძლება იზღუდება უბრალოდ, მაგრამ ისეთი გულმხურვალე მხარდაჭერი როვა ვიყო როგორც მაგალითად შენ, არ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. მაგრამ საინტერესოა, აი, რას უნდა აკეთებდეს რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ ერთი მოქალაქის ხმას როგორ უნდა აჟღერებდეს მთლიანობაში, რას უნდა პასუხობდეს და რას არ აკეთებს რა. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, იდეაზე, მნიშვნელობაზე ძალიან კარგი ვიდეო აქვს აკეთებული 64-ს გიორგი გიორგაშვილს და მაყურებელს ურჩევ მეც რომ ნახოს ეს ვიდეო. წეგან თქვი რომ არ არის ღიაო საზოგადოებისთვისო და იმაზე მეტად ჩაკეტილია ეს ინსტიტუცია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. იმიტომ რომ მე პირადად ხო ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა დამჭირდა რომ შევსულიყავი, მაგრამ კითხვის დასმაც კი ვერ მოვახერხე. ხმის ამოღება იქ სამერო საბჭოს ხდომაზე. გარდა ამისა, თვეებია უკვე ვითხოვ საჯარო ინფორმაციას და აბსოლუტურად იგნორია და კანონს არ ხვევენ პირდაპირ ამით, რომ საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ და ასევე ის, რომ მიუწვდომლები არიან ესა და პასუხის მენეჯმენტი მიუწვდომელია. თვითონ თინა ბერძენიშვილი იძახის ხოლმე, რომ ჩემი კარი ღია, ანუ მზად ვართ ყველა კითხვას უპასუხოთ, მაგრამ არც ღია მისი კარი, ანუ ყველაზე მეტად ჩაკეტილია მისი კარი და აბსოლუტურად მიუწვდომელია. არ პასუხობენ სატელეფონო შეტყობინებებს, არ პასუხობენ ზარებს, ანუ შეგვიძლია დავრეკოთ ახლა მაგათ ცხელ ხაზზე, რაც არის საიტზე ოფიციალურად მითითებული და არასდროს არ პასუხობენ. ჯიუტად თითქმის ყოველდღე ვრეკავდი რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაგ ცხელ ხაზზე და აი არავინ არ პასუხობს. მოქალაქემ, ჩვეულებრივმა მოქალაქემ როგორ შეიძლება რომ მიაღწიოს მათამდე, აი როგორ შეიძლება მე ვერ წარმომიდგენია. იმიტომ რომ მე მილიონი გზით ვცადე უკვე მათთან დაკავშირება და ვერანაირად ვერ მოვახერხე. მთლიანად ჩაკეტილია ჩემთვის ეს და სხვებისთვისაც ეს ინსტიტუცია. ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებელი მგონია, რომ ეხლა დღეს ყველაზე დიდ როლს უნდა თამაშობდეს, თვითონვე უნდა იაზრებდეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს და რაღაცნაირად უნდა ხედავდეს იმის საჭიროებას და გრძნობდეს პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ ამ სიტუაციაში, რადგან ეს ქართული ოცნების რეპრესიული კანონები ებრძვის ყველანაირად თავისუფალ სიტყვას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მართლა შეიძლება გუშინაც ვთქვით, რომ აღმოჩნდეთ იმ რეალობაში, როცა მხოლოდ ერთი ინფორმაცია გვექნება, ერთი კონკრეტული სასურველი პოლიტიკური ჯგუფის ან ადამიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და იმის იქით არაფერი აღარ მოაღწევს ჩვენამდე და ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში ხო საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად და მინდა რომ რაღაცნაირად საზოგადოებამაც დაინახოს. ერთადერთი რაც მინდა ბოლოს თქვა, რომ საერთოდ არ მინდა იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც ეს დღე იქნება ჩემი ყოველი დღე, რომ მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურება, უფლება და შესაძლებლობა მქონდეს და არ იყოს სხვა ალტერნატიული წყაროები, საიდანაც ინფორმაციას ვიღებ. დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოღონდ. ხო, საკადრალოდ არა. ეს იყო ჩვენი ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტით გვინდოდა იმის ჩვენება მაყურებლისთვის, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორია და რამდენად ასრულებს საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის როლს და ფუნქციას, რაც კანონით აქვს განსაზღვრული. თუ მოგეწონათ ეს ექსპერიმენტი, დაგვიწერეთ კომენტარებში, რაზე ისურვებდით შემდეგი ექსპერიმენტის ჩატარებას. დიდი მადლობა მაყურებელსაც და თქვენთან ვნახულობ ხოლმე იმ ამბებს, ვთქვათ, რას როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ საზოგადოებრივი მაუწყებლით, შეგიძლიათ ნახოთ მაყურებლის გვერდები ნებისმიერ სოციალურ ქსელში. კი, Facebook-სა და Instagram-ზე და მე ჩემი მხრივ მოვუწოდებ ამ ვიდეოს მაყურებელს, რომ 64-ით გამოიწერონ ყველა პლატფორმაზე და უყურონ საინტერესო ვიდეოებს და მოусმინონ პოდკასტებს.